უნდა გითხოთ, ელოდით თუ არა ასე დიდ გამარჯვებას? ნამდვილად ველოდი. ოღონდ საწენია რომ მოხდა ცალკეული დარღვევები კომუნისტების მხრიდან და ალაგ-ალაგ ისარგებლეს არაქართული მოსახლეობის მხარდაჭერით და შესძლეს, ასე ვთქვათ, ჩვენი წარმოდგენილების დამარცხება. ეს არის. ბატონო ზიად, ამ პროცენტული მონაცემებით ჩანს, რომ თქვენი ბლოკი დაიკავებს საკმაოდ დიდ ნაწილს პარლამენტში. არის თუ არა თქვენი ბლოკი დაკომპლექტებული ისე, რომ მათ შესძლოს ეს მუშაობა წარმატებით გასწიოს? ასე რომ არ ყოფილიყო დაკომპლექტებული ჩვენი ბლოკი, მას არ აირჩევდა ქართველი ერი და არ გამოუცხადებდა თავისი ნდობის მანდატს. არ გადასცემდა თავისი ნდობის მანდატს. გარდა იმისა, რომ ამ ბლოკში ნომერ პირველი ბრძანდებით, ასევე ხართ არჩეული თბილისელებისაგან. თბილისელებმა მოგცათ ხმა. მე ჩვენი ჟურნალით თბილისი და თბილისელები არის და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ უამრავი პრობლემები დგას თბილისში. სხვადასხვანაირი საყოფაცხოვრებოდ, მათ შორის პოლიტიკური, ყოველდღიური პრობლემები. აი რას ეთქვით თბილისელებს? ჩვენი უმთავრესი მიზანია ვიზრუნოთ მთელი საქართველოსთვის და უწინარესყოვლისა თბილისისათვის, რათა ჩვენს ქალაქს მიეცეს შესაფერისი სახე და მისი კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ, ყველა იმ პრობლემებს მოუვაროთ, რაც აწუხებს ჩვენი ქალაქის ცხოვრებას და რომ თბილისი იყოს ჭეშმარიტი დედაქალაქი საქართველოსი.